47 წლიანი იძულებითი დუმილის შემდეგ ირანელებმა ხმა აიმაღლეს. ხმა უსამართლობის, ჩაგვრის, ტერორისა და გენოციდის წინააღმდეგ. დღეს მათი ხმა ისმის ყველგან, განსაკუთრებით კი ირანში. იქ, სადაც რეჟიმი ყოველდღე ათასობით ადამიანს კლავს. აიათოლების ირანს აქამდეც არაერთი პროტესტი უნახავს, თუმცა ასეთი არასდროს. მილიონობით ადამიანის მხრიდან თავისუფლების მოთხოვნას რეჟიმმა ტყუები და ცეცხლი დაუპირისპირა. ირანის ქალაქების ქუჩებში პოლიციელებმა მოქალაქეებზე ნადირობა დაიწყეს. თითქმის ნახევარ საუკუნიან ტერორს, ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვას და ძალადობას ეკონომიკური კოლაფსი დაემატა, რამაც მილიონობით ირანელი ქუჩაში გამოიყვანა. ირანში თეოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულით ჩანაცვლების მოთხოვნით. რეჟიმისთვის დამახასიათებლად, აქაც პასუხისგებლობის აღების ნაცვლად დიქტატორმა ირანის ქუჩების და საავადმყოფოების გვამებით გავსება გადაწყვიტა. სხვადასხვა მონაცემებით ამ პროტესტს 20,000 ადამიანზე მეტი სიცოცხლე შეეწირა. ბიჟან მოსტაფავი, მისი მეუღლე ზარაბანი არაბიანი და მათი შვილი დანიელ მოსტაფავი, აიდა ჰეიდარი, ნეგინ გადიმი, ნეგინ რათბარი, რიჰოლა სეტარე მოშთარი, ჰალილ მილანლუი, რეზა ჰაჯი მორადიანი, სეტაიეს შაფიეი. ეს იმ ადამიანების მცირე ნაწილია. ყველა მათგანი ხომეინის რეჟიმმა ირანის ქუჩებში დახვრიტა. ერთ-ერთი იმ 20,000-დან ამ ადამიანის ოჯახის წევრი იყო. ახალგაზრდა კაცმა თბილისში აქციაზე მიმავალმა გაიგო, რომ მისი ოჯახის წევრიც რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ირანის ქალაქების პარალელურად აქციები თითქმის მთელს მსოფლიოშია, მათ შორის თბილისშიც. ირანის მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან ირანის საელჩოს წინ, რათა მხარი დაუჭირონ თავიანთ მოქალაქეებს და აჩვენონ მსოფლიოს, რომ ორი რუსეთისგან განსხვავებით, ორი განსხვავებული ირანი მართლა არსებობს. ირანელი ხალხი იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დედა სამშობლოსთვის. ისინი ტერორისტები არიან, ისინი ირანელებიც კი არ არიან. უკვე 47 წელია ეს გრძელდება, ეს არ ეხება მხოლოდ ქალებს. თუმცა ეს ერთ-ერთი მიზეზია, არც სანქციები და ეკონომიკური პრობლემებია მთავარი. ჩვენ ფუნდამენტურ ადამიანურ უფლებებზე ვსაუბრობთ. მოვითხოვთ დემოკრატიულ რეფერენდუმს და ირანელმა ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა. ასეთი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე, მანამ სანამ ფუნდამენტალისტები რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. დიდარი, დემოკრატიული, ცივილური სახელმწიფოდან ირანი ღარიბ, ჩაკეტილ ტერორისტების მთავარ მხარდაჭერად გადაიქცა და შეიქმნა მითი თითქოს ყველა ირანელს სძულს დასავლეთი. მაგრამ დასავლეთის მოწინააღმდეგეების, აიათოლების და დიქტატორების მხარდამჭერების საპასუხოდ აქციაზე შეკრებილი ირანელები სრულიად საპირისპიროს ამბობენ. ეს მთლიანად ისლამური რეჟიმის პროპაგანდაა. ჩვენ არ გვძულს დასავლეთი, ამას მხოლოდ მთავრობა აჩვენებს. ჩვენ გვინდა რომ ისინი დაგვეხმარონ. ეს მხოლოდ პროპაგანდაა, ეს რეჟიმი უბრალოდ კლავს, რამდენიმე მილიონიც რომ გამოვიდეს, მაინც მოკლავენ. მათ არ ადარდებთ. ტრამპმაც და სხვებმაც უნდა გამოიყენონ უხეში ძალა. რათა ეს შეაჩერონ. მათ არ ადარდებთ ვინ ხარ, 12 წლის ბავშვებს ხოცავენ, ისინი ყველას ხოცავენ. მათ უკვე 12,000 ადამიანი მოკლეს. ჩვენ გვინდა ამერიკელები დაბრუნდნენ და დაგვეხმარონ ამ რეჟიმის შეცვლაში. ქვეყანა რომ ომობს რამდენიმე თვე და იღუპება 10-20,000 ადამიანი. რეჟიმმა ამდენი ადამიანი 5 დღეში მოკლა. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: "წინ წადით და დაგეხმარებითო. 100% ვეთანხმებით, რომ ამერიკა და ისრაელი დაეხმარონ ირანს." განსხვავება წინა პროცესებთან ისაა, რომ ახლა ყველა ადამიანს უნდა რეჟიმის შეცვლა. არავის უნდა აიათოლას რეჟიმი, ბატონი ტრამპი უნდა დაგვეხმაროს ამაში. მან სიტყვა მოგცა და ის ვალდებულია შეასრულოს ეს. ჩვენ ველოდებით მას. ყველა ირანელს სჭირდება მისი დახმარება, ასევე ბატონი ნეთანიაჰუსი, რომელიც აიათოლების ნომერ პირველი მტერია. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს დახმარება. ეს არ ეხება მხოლოდ ქალების უფლებებს, ეს ეხება ადამიანის უფლებებს. ირანის საელჩოს მოპირდაპირეთ და რუსეთის საელჩოს გვერდით
აქციაზე შევხვდით ისეთ ადამიანებსაც, ვინც რეჟიმს განსხვავებული რელიგიური მწარმსის გამო გამოექცა. მისი თქმით, ირანში არაშიიტ მუსლიმანად ყოფნა ძალიან სახიფათოა და შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც დაგიჯდეს. ახლა ირანში ქრისტიანობის ტალღაა. მუსლიმად დაბადებულები იცვლიან რელიგიას. ისინი ყველას ებრძვიან, ავიწროვებენ. ეკლესიები მიწის ქვეშ აქვთ მოწყობილი და თუ ვინმე გაიგებს ამის შესახებ, მინიმუმ 5 წელს უსჯიან და ზოგ შემთხვევაში სიკვდილითაც სჯიან. იცნობთ ადამიანებს, ვინც ირანი რელიგიის გამო დატოვა? კი, მე ვარ ასეთი. თავიდან ვიყავი პროტესტანტი ქრისტიანი. აქ საქართველოში კი მართლმადიდებლად მოვინათლე. ირანის დემოკრატიის, ადამიანის სიცოცხლისა და უფლებების მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს არაერთი მოქალაქეც იყო, რომლებმაც კარგად იციან თუ რაოდენ სასტიკი შეიძლება იყოს უზურპატორი, რომელიც თანამდებობას ჩაბღაუჭებული ყველაზე სასტიკ ნაბიჯებზეა წამსვლელი. ესმოდეს, რომ დემოკრატია არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური საქმე, ყველგან სადაც დემოკრატია ილახება, სადაც იმარჯვებს ტირანია, სადაც იმარჯვებს დიქტატურა, ის შემდეგ პრობლემა არის მთელი რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოთვის. აქაც და იქაც ერთი და იგივე მიზნისთვის ვიბრძვით და ვიზიარებთ ხო ვესმის რა თქმა უნდა. ღმერთმა ქნას რომ არ გამოდგეს როგორ თქვა ხა უაზრო მეთქი, მაგრამ არ ჩაიაროს უშედეგოდ ამდენმა მსხვერპლმა რა, რაც ძალიან ცუდია უკვე ის რომ ამ ხელა მსხვერპლი მოხდა და ეს თუ უშედეგოდ ჩაილოს სინანები ხალხისთვის კიდე დამატებით იქნება ძალიან დიდი ტკივილი. ხალხს უნდა თავისუფლება, ხალხს უნდა ბედნიერი ცხოვრება, არ უნდა ეს დესპოტიზმი. ამიტომ გამოვიდა დღეს ხალხი შეუპოვრად იბრძვის. გადაიწიე რო გადაიწიე. და ხალხი მუსიკას იქვე იყო ქართული პოლიციაც, რომელმაც ტრადიცია არც ამ ძიმე დღეებში დაარღვია. ადამიანებზე მიწოლის მოთხოვნის საპასუხოდ ახალგაზრდა ქალისგან წარმოთქმული სიტყვები საკმარისი მიზეზი გახდა გოგონას გასათრევად და დასაკავებლად. მოქალაქეთა ემოციების საპასუხოდ, ოდესღაც თმენის ვალდებულების მქონე პოლიციელები ქალების მისამართით არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ერიდებოდნენ. აბა რა არ გესაუბრებიდი, ახლა ვინა გეკითხება თქვენ ვინა. ისეა, მოქალაქეზეა, მოდრას, მერი საქმე არ არის ეგ და თქვენ გადაგით აქ და გადაიწვი ის საქმე. არც ქართველების და არც ხვისიხმის გამგონი ქართული ოცნება ახლაც დუმს. მრავლისმეტყველად დუმდა ოცნების პრემიერი მაშინაც, როცა ირანული პოგრომის შემოქმედნი ერთ დროს საქართველოს პარტნიორების სიკვდილზე ხმამაღლა ყვიროდნენ. არის გამორიცხული მათი დუმილის მიზეზი ერთგვარი სიხარულიც კი იყოს. ხომეინის რეჟიმმა ოცნების მსგავსად ქუჩებში სასაკლაოს მოწყობის შემდეგ საკუთარი ვითომ და მხარდამჭერები გამოყარა და მათ მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებზე ხოტბა ასხმევინა. მანამ სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს დაეხმაროს თუ არა ირანელებს, სხვები კი დუმილს ინარჩუნებენ, ირანში პროტესტი გრძელდება. გრძელდება ადამიანებზე ქუჩაში ნადირობა, მაგრამ ირანელები აგრძელებენ ბრძოლას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანისთვის, თავისუფლებისთვის. იმ იმედით, რომ ერთ დღეს საკუთარ ჰიმნს თავიანთ სამშობლოშიც, სიკვდილის შიშის გარეშე, ისევ ამაყად შეასრულებენ.